ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ფასები, კვირის მთავარი ეკონომიკური თემა. სტუმართან ერთად. ეკონომიქსი, რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში. გადაცემის სპონსორია ლუდსახარში ზედაზენი. ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი და გერმანული ლუდსახარში ბიტბურგერი წარმოგიდგენთ. პრემიუმ ლუდს კიონიკ პილსნერი. კიონიკ პილსნერ. დავირგვინე წარმატებული დღე. ვისაკისრება პასუხისგებლობა ეკონომიკური ზრდის დაბალ მაჩვენებელზე ყოფილ თუ მოქმედ ხელისუფლებას, რას უკავშირებს სავალუტო ფონდი ეკონომიკური აქტივობის შემცირებას და მოსაოდნელია თუ არა ბიუჯეტის სეკვესტრი. კვირის მთავარი ეკონომიკური თემით პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა, ინვესტორთა მხრიდან მოლოდინის რეჟიმი და სახელმწიფო ხარჯების, განსაკუთრებით კაპიტალური ხარჯების შემცირება ეს ის ფაქტორებია, რამაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება განაპირობა. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კი ეკონომიკური ზრდის მხოლოდ 2.5%-იან მაჩვენებელს კოჰაბიტაციასა და პრეზიდენტის მხრიდან მუდმივ ხელშეშლას უკავშირებს. ამ ფონზე გიორგი კვირიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი შემოსავლების ნაწილში ვერ შესრულდა. საპარლამენტო უმცირესობა კი ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ მთავრობამ კანონმდებლობის შენიშვნები არ გაითვალისწინა და მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი პარლამენტს პირვანდელი პროექტის სახით დაუბრუნა. როგორი შეიძლება იყოს ეკონომიკური პროგნოზი? ეკონომიკის კითხვებს სტუდიაში ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში კი თქვენ შეგიძლიათ ჩაგვერთოთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 და დასვათ შეკითხვა პირდაპირ ეთერში. კვირის მთავარი ეკონომიკური თემა. სტუმართან ერთად. ბატონ ლევან, გამარჯობა. მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ბატონ ლევან, სანამ დავიწყებდეთ უშუალოდ უფრო ღრმად ეკონომიკაზე საუბარს, მანამდე არ შემიძლია არ კითხოთ არშილ პულაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მე უფრო კითხავთ ამას ეკონომიკური გუნდის კონტექსტთან დაკავშირებით. ანუ ხომ არ უნდა ველოდოთ, ანუ პირველი მერცხალი როგორც ამბობენ, ანუ ახალი კაბინეტი უნდა შეიქმნას და უკვე გაკეთდა განცხადება, რომ არშილ პულაშვილი თანამდებობიდან მიდის. უნდა ველოდოთ თუ არა ეკონომიკურ გუნდში ცვლილებებს? პრესაში 2 დღეა უკვე სახელდება გარკვეული გვარები, მათ შორის ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, გიორგი კვირიკაშვილი, რომლებმაც შესაძლოა თანამდებობა დატოვონ და ახალ მინისტრთა კაბინეტში არ იყვნენ. ძალიან ასე ვთქვათ, საინტერესო ჩემთვის საინტერესო იყო ბატონ კვილაშვილის დღეს გაკეთებული განცხადება ერთი თვალსაზრისით. ამ განცხადებიდან გამოიკვეთა, რომ რეალურად ხელისუფლებაში არსებობს განსხვავებული აზრი პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რეფორმებთან დაკავშირებით და იმ საჭიროებებთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლებას დღეს ამ ეტაპზე გააჩნია. ხო, მაგრამ ეს ხო შეიძლება ჯანსაღ პროცესადაც მოვნათლოთ, იმიტომ რომ ერთიანი აზრი ეს არის ჯანსაღი პროცესი უდაოდ და ამ თვალსაზრისით ბატონ კვილაშვილის განცხადება მისასალმებელია. მან ასე ვთქვათ კომპრომისი საკუთარ თავთან არ გააკეთა. მას გააჩნდა გარკვეული მოსაზრებები პროკურატურაში რეფორმების გატარებასთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ მოლოდინი ამ რეფორმების გატარების ანხედვები ახალი პრემიერის და ძველი პრემიერის მის მოსაზრებებთან არ ეთხოვდა, მის მოსაზრებებს არ განსხვავდებოდა. მან მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის სასარგებლოდ. ეს ძალიან ჯანსაღი და კარგი პროცესია, მაგრამ ნეგატივი აქ არის სწორედ ის, რომ მე ამ განცხადებაში სწორედ ის დავინახე, რომ ახალ პრემიერის სამოქმედო ხვალინდელი სამოქმედო გეგმებში დღევანდელი გენერალური პროკურორი რეფორმების ეგრეთ წოდებულ რეფორმისტულ მიდგომებს, ეგრეთ წოდებულ პროგრესისტულ მიდგომებს ნაკლებად ხედავს და ამიტომ მიდის. მე ვთვლი, რომ ეს ერთის მხრივ კარგია, რომ განსხვავებული აზრია, მაგრამ მეორე მხრივ გარკვეული საფრთხის შემცველია. აი თუნდაც რაც შეეხება ეკონომიკურ გუნდს. რამდენად დარჩებიან მინისტრები, ეკონომიკური გუნდის მინისტრები ახალ მინისტრთა კაბინეტში დამოკიდებულია სწორედ იმაზე, რამდენად არ წავლენ დღევანდელი მინისტრები კომპრომისზე საკუთარ თავთან, იმიტომ რომ ფაქტია, გარკვეული პრობლემები არსებობს, გარკვეული ალბათ განსხვავებული ხედვებიც ეს გიორგი კვირიკაშვილის და ნოდარ ხადურის განცხადებებს შორის არის ძალიან ხშირად. ზუსტად სწორი შეფასება გააკეთეთ, იკვეთება ეკონომიკის მინისტრის და ფინანსთა მინისტრის განცხადება
განცხადებებში, განსაკუთრებით გუშინდელ განცხადებებში. აქ საუბარი იქნება იმაზე, ალბათ, რამდენად არ წავლენ კომპრომისზე ეს მინისტრები. დიახ, ბატონ ლევან, მე საშუალება მაქვს ახლა რადიო მსმენელებს მოვასმენინო ორი ministris კომენტარი გიორგი კვირიკაშვილის და ნოდარ ხადურის და შემდგომ გავაკეთოთ შეფასება, ანუ რამდენად განსხვავებულია ერთი გუნდის სხვადასხვა სფეროს, მაგრამ ერთი გუნდის ministrების შეფასებები. მაყოფილების გრძნობა იმის გამო რომ დაუშვათ 6% უნდა ყოფილიყო და თუნდაც 2.5 იქნება დაუშვათ წლის ბოლოს არავის არ აქვს, თუმცა ამას რა თქმა უნდა თავისი მიზეზები ჰქონდა და პირველ რიგში ეს იყო ის პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც ქვეყანაში არსებობდა და უამრავი ხელისშემშლელი პირდაპირ უტყვით დესტრუქციული ქმედება იყო ოპოზიციის მხრიდან, თუმცა რა თქმა უნდა მე ბევრჯერ მithქვამს და იყო ჩვენი მხრიდანაც გარკვეული მიზეზები, იყო თავიდან საწყის ეტაპზე იყო გარკვეული კოორდინაციის ნაკლებობა, რაც პრინციპში დღეს აბსოლუტურად დაძლეულია. სამწუხაროდ მიმდინარე მოვლენებმა, მათ შორის პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებმა, ეგრეთ წოდებულმა კოჰაბიტაციამ და სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი პრეზიდენტის მხრიდან მუდმივად ხელის შეშლამ და კიდევ სხვა ფაქტორებმაც, რომლებთან ნაწილი ობიექტურია, ნაწილი სუბიექტური, მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ეკონომიკა სამწუხაროდ 6% ვერ გაიზრდა. მოვისმინოთ ეს შეფასებები. სხვათა შორის აქვე მინდა თქვა, ძალიან ხშირად, როდესაც კეთდებოდა ბოლო პერიოდის განმავლობაში განცხადებები, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მოსაუბრებელი და ასე შემდეგ, პირველი ვინც აღიარა, რომ გარკვეული პრობლემები არსებობდა ეკონომიკაში, იყო ეკონომიკის მინისტრი. და ხოლმე ამის შემდეგ წამოვიდა განცხადებები, რომ ეს გარდამავალ პერიოდს უკავშირდება, თუმცა კოჰაბიტაციას რომ ეს ყველაფერი უკავშირდებოდა, გუშინი თქვა პირველად, თუ არ ვწდები. მართალ ბრძანებთ, მე ვერ დავეთანხმავე ბატონ ფინანსტამენის, რომ ყველაფერი არის იმის ბრალი, რომ პრეზიდენტის ვთქვათ, დამოკიდებულება ახალი ხელისუფლებისადმი გარკვეული და აქტივობა გარკვეული დესტრუქციული იყო. დღევანდელ ხელისუფლებას განსაკუთრებით ეკონომიკაში გააჩნია ყველა ბერკეტი, ყველა საშუალება, ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გაატაროს ის პოლიტიკა, ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მას მიაჩნია საჭიროდ და შესაბამისად პასუხისმგებელიც დღეს არსებული ხელისუფლება უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ნომინალურად შენარჩუნებული ჰქონდა რიგი ბერკეტები სამართლებრივი ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი შეფერხების კუთხით პრეზიდენტის აქტივობა ვაღიარებთ. მხოლოდ განცხადებების ფონზე შეიძლება. თუმცა ესეც საკმარისია ინვესტორების დასაფრთხობად, როგორ გეთახმებით, მაგრამ თუ ამ კუთხით მეუდგებით, რომელი უფრო საშიშია, პრემიერის განცხადებები, ბუნდოვანი განცხადებები, საქართველოს ხვალინდელი დღის გაურკვეველი მომავალთან დაკავშირებით თუ პრეზიდენტის განცხადებები, ეს კიდევ საკითხავია. მოდით საინბოდში გაწყობინებ საერთო ფრაზა გუშინ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მომავალში ეკონომიკური ზრდის შემცირებას ალბათ მის სულს დაუკავშირებენ. ანუ იხუმრა კიდევაც ამ თემას. პრეზიდენტის ეხა ხუმრობის რეჟიმშია გადასული და სავსებით ბუნებრივია ის მიდის თანამდებობიდან. რაც შეეხება კვირიკაშვილის ბატონ კვირიკაშვილის განცხადებას, მე პატივს ვცემ იმ პირდაპირობას და იმ უკომპრომისობას, რომელიც ამ ადამიანს გააჩნია. ეს ადამიანი, ეს მინისტრი ყოველთვის გამოირჩევა დღევანდელ ეკონომიკურ გუნდში პირდაპირობით და მას არ ცხვენია სიმართლისთვის თვალის გასწორება, მას არ ერიდება პრობლემების აღიარება. სწორედ კვირიკაშვილი იყო ის პირველი მინისტრი, რომელმაც აღიარა ქვეყანაში რეალურად ბიუჯეტის შეუსრულებლობის საფრთხე და თუმცა ახლა განმარტებები ცოტა დიპლომატიური იყო, მიზეზების განმარტებები, მაგრამ ფაქტია, რომ ის მიერ აღიარებულ იქნა. მე ამის აპირისპიროდ ვიხსენებ ფინანსთა მინისტრის ასე ვთქვათ ჯიუტ არ მოვერიდები ამ ტერმინს ჯიუტ განცხადებებს წლის დასაწყისიდან რომ ეკონომიკის და აუცილებლად მიაღწევს 1%-ს რომ ბიუჯეტი კორექტირება აუცილებელი არ იქნება და მაპატიეთ მაგრამ სწორედ ამ ჯიუტმა პოლიტიკამ მიიყვანა და ხისტმა პოლიტიკამ მიიყვანა ბიუჯეტი იქამდე რომ დღეს წლის ბოლოსთვის ჩვენ სავარაუდოდ ალბათ მოგვიწევს ბიუჯეტში კორექტირებების შეტანა. ეს იქნება თუ არა სეკვესტრი, ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა განცხადება, რომ 600 მილიონიანი გარღვევა გვაქვს ბიუჯეტში. ეს არის პროგნოზი, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა. დღევანდელი მონაცემებით, ხაზინის მონაცემებით, ანუ ოფიციალური მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან დაკავშირებით ჩამორჩენა არის 300 მილიონამდე. ანუ წინა წლის შემოსავლებისთან შედარებით წლევანდელი შემოსავლები. წინა თვეში
ეს ჩამორჩენა იყო 264 მილიონი. ანუ შესაბამისად ჩამორჩენის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება, ანუ ტენდენციურად ნეგატიური სურათი გვაქვს ამ თვალსაზრისით და სრულიად შესაძლებელია თუმცა ხო არის შესაძლებელი რომ ბოლო კვარტალში მოხდეს ამოქაჩვა ამ შემოსავლების თუ ბოლო კვარტალში შემოსავლების ამოქაჩვის შესაძლებლობა ბუნებრივია არის, მაგრამ ყოველთვის ისმის ხოლმე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. თუ და ეს თუ ამ თუ შემდეგ გრძელდება ძალიან ბევრი საკითხი. ამ შემთხვევაში რა არის თუ? ამ შემთხვევაში თუ უკვე აღარ არის, იმიტომ რომ ჩვენ წელს ბიუჯეტს გავარღვევთ. გავარღვევთ არ ნიშნავს იმას რომ ქვეყანა სოციალურ ვალდებულებებს ვერ გაისტუმრებს. მე დარწმუნებული ვარ სოციალურ ვალდებულებების თვალსაზრისით ეს ეხება ხელფასებს, პენსიებს, ჯანდაცვის ხარჯებს, შემწეობებს, უმწეო კატეგორიის მოქალაქეებისთვის ამას გაისტუმრებს. ხელფასებსაც გაისტუმრებს ხელისუფლება, მაგრამ ხელისუფლება ვერ გაისტუმრებს იმ ხარჯებს, რომელმაც მაგალითად უნდა უზრუნველყოს არაპირდაპირად პოზიტიური გავლენები ეკონომიკაზე. ინფრასტრუქტურული პროექტები და რაც ყველაზე მთავარია კაპიტალური ხარჯები. ძალიან პარადოქსული განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ქალბატონ ჟიჟილაშვილის ეთერში, მაესტროს ეთერში, რომ ჩვენ გვაქვს შემოსავლები და ხარჯვა არა გვაქვს. ანუ ვერ ხარჯავთ იმპულსს. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტი არის ცუდად დაგეგმილი, ერთი. და რატომ ვერ ხარჯავს? არ არის გაწერილი? არა, ყველაფერი გაწერილია. და მეორე, არასწორი ფინანსური მენეჯმენტი ხორციელდება საბიუჯეტო პროცესისა დღეს ქვეყანაში. ეს გარკვეულწილად უკავშირდება იმას, რომ ფინანსთა სამინისტრო იცის მოსალოდნელი რისკების შესახებ და ხელოვნურად აფერხებს ხარჯების გაწევას. წლის ბოლოსთვის გარკვეული რეზერვის შექმნის თვალსაზრისით რომ არ შეიქმნას პრობლემები სოციალურ ხარჯებთან დაკავშირებით და მეორე სამწუხაროდ ჩვენ ხელისუფლებაში არ ყავს დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორები. ყველა მინისტრი პრინციპში არის დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორი, მაგრამ ეს მხოლოდ ნომინალურად. რეალურად სამინისტროს საკუთარი ასიგნებების ფარგლებშიც კი ვერ აკეთებს ხარჯების გაწევას ძალიან ელემენტარული მიზეზის გამო. ეშინიათ. აქვე მე მინდა რადიო მსმენელების გასაგონად თქვა რომ ჩვენ ვცადეთ მე მაგალითად რამდენჯერმე რომ დავკავშირებოდე ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს სატელეფონო ჩართვაზე თუნდაც, თუმცა დღეს გითხრას რომ ის ვერ ახერხებს ობიექტური მიზეზების გამო გადაცემაში მონაწილეობის მიღებას, ანუ ამას ვამბობ იმიტომ რომ არ მინდა რაღაც სალკარში თამაში გამოვიდეს და მხოლოდ ერთი მხარე იყოს. ბატონო ლევან, ბიუჯეტზე რომ დავასრულოთ საუბარი, მომავალი წლის ბიუჯეტი. ხო, ყველაზე მთავარი და აღმოჩნდა რომ უკან დაუბრუნდა იგივე ვარიანტი, რაც იყო პირველი და არის განმარტება ამისი. ორი ვარიანტი არის, რომ ერთი რომ ახალი გუნდი უნდა წარსდგეს, ეკონომიკური გუნდი კი არა და საერთოდ პრემიერ-მინისტრის ახალი კაბინეტი და მან უნდა წარადგინოს ახალი ბიუჯეტი და ამით არის ახსნილი რომ არანაირი კორექტირება და ცვლილება არ შედის 2014 წლის ბიუჯეტში, სადაც არ არის საუბარი პენსიების გაზრდაზე მომავალ წელს ერთ-ერთ ფაქტორს გეუბნებით ამ შემთხვევაში. თქვენ არის თუ არა ეს სწორი არგუმენტი? ალბათ არის სწორი არგუმენტი. მე პრინციპში მიუხედავად იმისა, რომ საბიუჯეტო პროცესის ვადები ამ თვალსაზრისით ირღვევა, მეორე მხრივ სავსებით მართებულია არგუმენტი იმისა. ფონდის მისია ჩამოდის და მათთან ერთად უნდა მოხდეს ამ პარამეტრების შეჯერება. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთის მხრივ ახალმა ეკონომიკურმა გუნდმა უნდა აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა ახალ ბიუჯეტზე და მეორეს მხრივ არის გარკვეული ხარვეზები ბიუჯეტში, რომელიც ალბათ მისიასთან შესათანხმებელი იქნება და უბრალოდ დასაფიქრებელი იქნება. ძალიან მარტივ მაგალითს ვიტყვი, ჩვენი ხელისუფლების მიერ ეს ბიუჯეტი მონათული იქნა პროგრესისტულ ბიუჯეტად. ხოლო ოპოზიციის მხრიდან უმუშევრობის ბიუჯეტად. მეც ვაფასებ, რომ ეს არის უმუშევრობის ბიუჯეტი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა განცხადება პოლიტიკური, რომელსაც ხელისუფლების ესა თუ ის პირი აკეთებს, არამედ ის ციფრი რა წერია ბიუჯეტში. მე პროგრესისტულად ვერ მივიჩნევ ბიუჯეტს, სადაც ეკონომიკური ზრდა 5%-ით არის დაგეგმილი და DRG-ს მოსალოდნელი შემოსავლები DRG-ს ნაწილში არის მნიშვნელოვნად შემცირებული. ძალიან მარტივი ლოგიკაა, ხო? რა არის DRG? DRG არის ის ახალი ღირებულება, რომელიც ქვეყანაში უნდა შეიქმნას. თუ ახალი ღირებულება ქვეყანაში მცირდება, ანუ DRG-ს გადასახადი მოსალოდნელი მცირდება, თუ
არ იზრდება მნიშვნელოვნად საშემოსავლო გადასახადის ნაწილი. რატომ არის ბიუჯეტი პროგრესისტული? რატომ იღებს ასეთ სიტუაციაში ხელისუფლება დამატებით დამძიმებულ სოციალურ ვალდებულებებს და რატომ აბალანსებს ამ ვალდებულებებს 1.3 ვალით, რომლის ნაწილიც შიდა ვალის ხარჯზე მოდის. შიდავალთან დაკავშირებით უკვე გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბროთ, ეხლა გადაცემაში რეკლამის დროა და ჩვენ პირდაპირ ეთერს რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით, დაგველოდეთ. კვირის მთავარი ეკონომიკური თემა სტუმართან ერთად. მე შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს, ჩვენი გადაცემის სტუმარია ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე. ჩვენ საუბრობთ იმ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. აქვე გეტყვით, ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრები 292 11 99 292 11 დაგვირეკეთ და დასვით შეკითხვა პირდაპირ ეთერში. ბატონ ლევან, ჩვენ კი გავაგრძელოთ საუბარი. ჩვენ საუბრობთ ბიუჯეტთან დაკავშირებით, მომავალ წლის ბიუჯეტი, პროგრესირებული თუ უმუშევრობის ბიუჯეტი. მეც გავაგრძელებ უფრო უმუშევრობის ბიუჯეტი. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ აქცენტები უფრო მეტად ისევ როგორც 2013 წელს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტშიც სოციალური ვალდებულებების ზრდაზე გააკეთა. ბუნებრივია გარკვეული თვალსაზრისით ეს საზოგადოებისთვის მიმზიდველს ხდის ბიუჯეტს, იმიტომ რომ როგორც მემარჯვენესთვისაა. ხო, ასე ვთქვათ, მოკლევადიან პერიოდში სოციალურად დამძიმებული ბიუჯეტი ქმნის გარკვეულ ეფექტებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დიდ საფრთხეებს უქმნის ქვეყანას. მიდგომა, ორნაირი მიდგომა, ერთი მიდგომა, რომ გახსნა ხაზინა, არაერთხელ აღგვინიშნავს ამის შესახებ და ადამიანების დაურიგოფული და ყველა კმაყოფილი გეყოლება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში გაჩნდება საბიუჯეტო კრიზისის საფრთხე. მეორე მიდგომა, რომ სოციალური პოლიტიკა ოპტიმალური დატოვა და სოციალური დანახარჯები ბიუჯეტში, მაგრამ ძირითადი აქცენტი გააკეთო დასაქმების გაზრდაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, ბიზნესის განვითარებისთვის სპეციალური პროგრამების, სამახალისებელი პროგრამების ინიცირებაზე, რაც თავისთავად იწვევს სამუშაო ადგილების შექმნას. ანუ ჩვენ შემთხვევაში პირველი ვარიანტია. ჩვენ შემთხვევაში პირველი ვარიანტია. სამუშაო ადგილი თავისთავად არის სოციალური დაცულობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფი, მაგრამ პირველისგან განსხვავებით გრძელვადიან პერსპექტივაში, ასე ვთქვათ, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლით სოციალური ხარისხი დაცულობის იზრდება. ჩვენმა ხელისუფლებამ მკვეთრად მემარცხენე პოზიცია აირჩია. ალბათ ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე არა? იცით, ქვეყნის რეალობიდან გაცემული დაპირებები. ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე არა, უფრო მეტად ეს გარკვეული პოლიტიკური მაპატიეთ სიკეკლუჩის დამსახურებაა. დღეს არსებული ხელისუფლება საზოგადოებაში მისადმი შემცირებული ნდობის ხარისხის გაზრდა სოციალური ვალდებულებების გაზრდის ხარჯზე აპირებს. იმიტომ რომ იყო ძალიან ბევრი დაპირება, ბატონო ლევან, შესაძლებელია ეს დაპირებები. ძალიან ბევრი დაპირებები იყო გაცემული სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, ახალი საწარმო სიზმრების ამოქმედებასთან დაკავშირებით, ანტიმონოპოლიური რეგულირებასთან დაკავშირებით, საწვავის, გაზის, ელექტროენერგიის ფასის გაიაფებასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი მხოლოდ ნომინალურად შესულდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი რაღაცით უნდა დაკომპენსირდეს. ანუ კმაყოფილების ხარისხი საზოგადოებაში რაღაცით უნდა გაიზარდოს და ეს რაღაცა არის გაზრდილი სოციალური ვალდებულებები. მაგრამ გაზრდილი სოციალური ვალდებულებები, ასე ვთქვათ, საბიუჯეტო პრაქტიკას მსოფლიოსაც თუ გადაავალებ, თვალს ამართლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ შემოსავლები გეზდება. 2014 წლის ბიუჯეტში საშემოსავლო ნაწილში პრაქტიკულად ზრდა არ აქვს. შესაბამისად, ჩვენ ვართ იგივე დონეზე შემოსავლების ნაწილში, რა ნაწილშიც ვიყავით 2013 წელს. ამ ფონზე სოციალური ვალდებულებების ზრდა რაღაცით უნდა დაკომპენსირდეს. ეს დეფიციტის შევსებას შიდა ვალის აღებით ეთანხმებით თუ არა, თქვენ იმიტომ რომ ამან გამოიწვია ძალიან დიდი ხმაური. მოდით დავაზუსტოთ. 400 მილიონზეა საუბარი. დავაზუსტოთ. დეფიციტის შევსება შიდა ვალის ხარჯზე მხოლოდ არ ხდება. 400 მილიონს ხელისუფლება იღებს შიდა ვალს, მაგრამ ამის გარდა იღებს 730 მილიონ საგარეო ვალს.
და ეს საბოლოო ჯამში გამოდის 1.2 მილიონი. ანუ ამდენია ბიუჯეტის დეფიციტი. ამდენია ბიუჯეტის დეფიციტი ზუსტად. ოფიციალურად 400 მილიონი არის შიდა ვალი. 730 მილიონი არის საგარეო წყაროებიდან კრედიტები და სესხების აღება. ეს ცალსახაწერია ბიუჯეტში. იმიტომ ვიძახით, ჩემთვის მთავარია ბიუჯეტში რა წერია. მე არ ვეთანხმები ამას ცალსახად, იმიტომ რომ ზოგადად ვალის პოლიტიკისადმი ნეგატიური განწყობა არ მაქვს. ვთვლი, რომ საქართველოს დღეს არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით აქვს გარკვეული ლუფტი, ეგრეთ წოდებული ბალიში თავისუფალი სივრცე იმისთვის, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა არ დაარღვიოს და აიღოს ვალი. ბანკებში არის ფული, რომელიც არის შეიძლება ითქვას დასაწყობებული. ეგ ცალკე თემაა კიდე. აქ არის სახელმწიფო ვალზე ლაპარაკი. ანუ სახელმწიფოს დღეს აქვს რესურსი. კერძო ბანკებისგან ხო იღებს ამ ვალზე აქედან გამომდინარე გეკითხებით, ანუ არის დასაწყობებული ფული. არალიკვიდური, ეგ კიდე მეორე თემაა, რატოა ბანკებში ფული. ნუ სესხებს არსებობს თუ არ იღებენ იმიტომ მოსახლეობა. რომ ბიზნესია გაჩერებული საქართველოში. და საჭიროება ფულის აღებისა ბიზნესს არ აქვს, იმიტომ რომ მას აქვს რისკი და შიში იმისა, რომ ჩადებული ბიზნესი საქართველოში იმუშავოს. ეს ყველაფერი გარკვეულწილად უკავშირდებოდა პოლიტიკურ არასტაბილურობას. ბატონოლებად, მსმენელი არ ვალოდინოთ, მოვისმინოთ შეკითხვა და გავაგზავნოთ საუბარი. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. აი მოვისმინე მე რომ მომავალი წლის ბიუჯეტში პენსიების ზრდის პერსპექტივა არ არის და აი თქვენ როგორ ისა დამაკვალიანეთ მართალია თუ არა ეს? ეს საშინელება იქნება. მოგახსენებთ. პენსიებთან დაკავშირებით მე დავამთავრებ წინა იმას და პენსიებზე გადავალ მე. რაც შეეხება მე აღვნიშნე რომ ზოგადად წინააღმდეგი არა ვარ, რომ ხელისუფლებამ ვალი აიღოს. ეს არის ძალიან ნორმალური პროცესი და ერთ-ერთი ინსტრუმენტი გარკვეული ასე ვთქვათ საჭიროებების დაფინანსება, მაგრამ თავარი ამ შემთხვევაში ჩვენი ტიპის სახელმწიფოს მსგავსი ქვეყნებისთვის არის ის რომ რისთვის ვიღებთ ვალს. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ასე არა, რეალურად არა. იმიტომ რომ ჩვენ სოციალური ვალდებულებები რო არ გაგვეზარდა, ჩვენი შემოსავლები სრულიად საკმარისი იყო ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის. ანუ გულისხმობთ 150 ლარიან პენსიას ამ შემთხვევაში? არა მხოლოდ 150 ლარიან პენსიას, გულისხმობ ჯანდაცვაში მნიშვნელოვნად არასწორ ორიენტირებს. ანუ ჩვენ რეალურად ვალდებულებები რო არ გაგვეზარდა, სოციალური ვალდებულებები, ამ სესხის აღების საჭიროება არ გვექნებოდა. საბოლოო ჯამში აქედან გამომდინარე ასეთი დასკვნაა, რომ ჩვენ ვალს ვიღებთ, იმიტომ რომ ვზდით სოციალურ ვალდებულებას, რაც თავისთავად არასწორია. თუმცა ამაში ცუდი არაფერი არ არის თუ შევხედავთ დავუშვათ იგივე პენსიონერის თვალით რომ ქალბატონმა დარეკა და აინტერესებს პენსიებზეც გადავალ, მაგრამ ვალის აღება გამართლებულია იმ შემთხვევაში თუ შენ ამ ვალით არაპირდაპირ, მაგრამ გავლენას ახდენ ეკონომიკურ პროცესებზე და აღებული ვალი ინვესტიციის სახით გიბრუნდება. რაც შეეხება უკუგების სახით, რაც შეეხება პენსიას, პენსია გათვალისწინებული 2014 წლის ბიუჯეტში ზრდა არ არის, მიუხედავად იმ დაპირებისა, რომ ყოველწლიურად ნაბიჯ გაიზრდებოდა პენსია და რეალურად მიაღწევდა საარსებო მინიმუმს. განმარტებას რადიო მსმენელებისთვის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლოა მოიძებნოს რაღაც შემოსავლები, არ ვიცი, უბრალოდ ისეთი ორაზროვანი განცხადება გააკეთა, მას შემდეგ რაც დაბრუნდება ბიუჯეტი მთავრობაში, შესაძლოა გარკვეული კორექტირება მოხდეს პენსიების დისკუთხით, თუმცა ჯერჯერობით აქვე ვიტყვი, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მსმენელია კიდევ ხაზზე, მოვისმინოთ შეკითხვა, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. გამარჯობათ. გამარჯობა, განაცვალე ერთი შეკითხვა მექნება. თქვენ სტუმართან რა თქმა უნდა. აი ბიუჯეტით გათვალისწინებული თუ არის ძალიან იმეც გვაძლევენ და აძლევენ ხალხს კოოპერატიული ბინადრობშენებლობა 14 წლიდან ბიუჯეტში თუ არის შეტანილი ეს. მადლობთ. სამწუხაროდ უნდა გაგი, ასე ვთქვათ, არ არის შეტანილი. არასასიამოვნო ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ, არ არის შეტანილი, იმის მიუხედავად, რომ კოოპერატიული ბინადრობშენებლობის თანხები არის შიდა ვალის თემა. ქვეყნის შიდა ვალის თემა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ იმის მაგირად, რომ შიდა ვალის ნაწილში ჩვენ შემცირება გავაკეთოთ დაგროვილი ვალდებულებების, ახალი ხელისუფლება პირიქით ამ ვალდებულებებს უფრო იზრდის. და ბატონებთან, მე მაქვს კიდევ რამდენიმე კითხვა ბიუჯეტის ისეთი თემაა, რომ ალბათ ამას ერთი გადაცემა არ იყოფა. სავალუტო ფონდის შეფასება რამ გამოიწვია დავუშვათ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება. მე ჩამოთვლი რამდენიმე მათგანს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობა, ინვესტორთა მხრიდან მოლოდინის რეჟიმი და სახელმწიფო ხარჯების განსაკუთრებით კაპიტალური ხარჯების შემცირება. პირველი ორი ფაქტორი არის თუ არა უკვე მოხსნილი დღის წესრიგიდან, გულისხმობ პოლიტიკურ დაძაბულობას, უკვე გარკვეულია
პრემიერ-მინისტრის ვინაობა, დასრულებულია კოჰაბიტაცია, რასაც აბრალებდნენ ყოველ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის შემცირებას, ან არის თუ არა ეს ორი ფაქტორი მოხსნილი ამ შემთხვევაში? გარკვეულწილად რა თქმა უნდა გეთანხმებით მოხსნილია, მაგრამ მოდით უფრო რეალურად შევხედოთ ამ საკითხს. ეს საკითხები და ეს ფაქტორები არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა იმისთვის, რომ ინვესტორებს გაუჩნდეთ გარკვეული мотиваციური ფაქტორი ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისა. და არის კიდევ საჭირო. ამისთვის საჭიროა მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელება, რომელიც ორიენტირებული იქნება ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას. ჩვენმა ხელისუფლებამ სწორედ ამ ბიუჯეტიდან გამომდინარე აიღო მკვეთრად მემარცხენე ორიენტაცია და ბიზნესზე ორიენტირებულობის ნაცვლად ის ზრდის სოციალურ ვალდებულებებს და ამ სოციალური ვალდებულებების ბიუჯეტის ხარჯზე გადაგორებას ცდილობს. ეს გარკვეულწილად პოლიტიკური მანევრია იმისთვის, რომ კეთილგანწყობა მოიპოვოს საზოგადოებაში. ანუ ბიზნესის განვითარებისთვის ქვეყანაში არაფერი არ კეთდება ამის თქმა გინდა? არა, ეს იქნებოდა უსირცვილო განცხადება ჩემი მხრიდან, ნამდვილად არა კეთდება, მაგრამ არის საკმარისობადობა იმისთვის, რომ ჩვენ გქონდეს პროგრესზე ორიენტირებული ბიზნეს გარემო ქვეყანაში, ამისთვის საჭიროა ძალიან ბევრი საკითხის განხორციელება. და ეს ძალიან კარგად იცის ოცნებამ, ძალიან კარგად იცოდა ყოველ შემთხვევაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის, რომ საგადასახადო კოდექსი უნდა მოვარგოთ ბიზნეს ინტერესებს. ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესს. 1 წელი გავიდა ხელისუფლების მოსვლიდან დღემდე. თუ ვერ გამოინახა დრო იმისთვის ცვლილებები მუშავდება ეხა გარკვეული ასე ველოდებით ამ ცვლილებებს ძალიან დიდ ხანი. თუ ვერ გამოინახა ასე ლიბერალური საგადასახადო კოდექსი გვაქვს და რა ცვლილებებია საჭირო ამ შემთხვევაში კიდევ? ლიბერალური საგადასახადო კოდექსი გვაქვს გარკვეულწილად, მაგრამ გვაქვს გადასახადების განაკვეთების და გადასახადების რაოდენობის ნაწილში. რაც შეეხება გადასახადების ადმინისტრების ნაწილში, მე სრულიად წააფრთხილი რომ ბიუჯეტის წაკითხვასაც კოდექსის წაკითხვასაც გულისხმობთ ამ ჩემთვის თავარი არის ის რაც წერია კოდექსში, რაც წერია ბიუჯეტში. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ნაწილში, ადმინისტრების ნაწილში, საგადასახადო ადმინისტრების ნაწილში ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ხარვეს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი მცირე და საშუალო ბიზნესი. მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესზე, როგორც მთავარ სოციალური გარანტიების შემქმნელ ინსტიტუციებზე, საზოგადოების ნაწილზე, საგადასახადო კოდექსი მორგებული არ არის. იყო პირობა არ შესულდა. ფასების რეალური ფასების თემა ქვეყანაში. იყო შეპირება ანტიმონოპოლიური რეგულირების ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და კავპროექტი არის. ერთი თვისი რო ვიყავ თქვენგანაც მაშინა ზუსტად ის არგუმენტი იყო და ხელისუფლება მოსვლის დღიდან საუბრობს იმაზე. ეს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა და შესაბამისად ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ მუშაობთ ამ საკითხებზე. ჩვენ გაგებით ვეკიდებით ხელისუფლების ამ განცხადებას, მაგრამ გვინდა შედეგი. უნდა შეგაწყვეტინო მსმენელია ხაზე მოვისმინოთ შეკითხვა. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ანუ გამარჯობათ. გამარჯობათ. თუკი პენსიების ზრდა არ არის 2014 წელს, ესე იგი ხო არ არის რა პენსიების ზრდა ხო და მაშინ თუ არის სოციალურად დაუცველებისთვის ზრდა იმ თანხების ან და მაშინ თუ ესეც არ არის გათვალისწინებული მაშინ გაგვიმატეთ რა ნიშნავს კონკრეტულად სოციალური ვალდებულება. მადლობა. საკმაოდ ისეთ საინტერესო შეკითხვა. საკმაოდ სწორი შეკითხვა იყო. ძირითადი, ასე თქვა, ტვირთი სოციალური ვალდებულებების ზრდისა ამ ბიუჯეტში მოდის საყოველთაო წელს 2014 წლის ბიუჯეტზე, ძირითადად მოდის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ანუ პრაქტიკულად იმაზე, რომ მთელი მოსახლეობა მიუხედავად მათი შემოსახულების ოდენობისა ჩართული იქნა ამ პროგრამაში. და კიდევ სექტემბრიდან გაზრდილი პენსიების მომსახურებაზე. სექტემბრიდან გაზრდილი პენსიების მომსახურებაზე, მაგრამ ეს 2014 წელს პენსიების დაზე არ აისახება. ბუნებრივი არის გარკვეული ცვლილებები უმწეოთა კატეგორიის მოქალაქეებისთვის საოჯახო სოციალური დახმარებების ზრდის თვალსაზრისით, მაგრამ ეს არის დევნილებისთვის არის კიდევ ცვლილებები. მე ვიძახი რომ ეს არის იმდენად მცირედი ცვლილება, რომ სოციალური ფონის გაუმჯობესების თვალსაზრისით ამას რეალურად არანაირი ეფექტის მოტანა არ შეეძლო. ძალიან სწორი მიდგომა იქნებოდა, რომ ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა გაეხადა ხელისუფლებას მიზნობრივი. ანუ ჩემთვის და თქვენთვის კი არ მოემატებინა და ჩაედო ბიუჯეტში ჯანდაცვის ხარჯების დაფინანსების თანხა. არამედ იმისთვის, ვისთვისაც რეალურად საჭირო, ვინც რეალურად საჭირო. არა, მესაც არ ვარ დაზღვეული, იმიტომ რომ კერძოდ ვარ დაზღვეული, შესაბამისად მე არ მეხება ეს დაზღვევა. ხო, არა ხართ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ 2014 წელს თქვენი დამსაქმებელი თქვენ სადაზღვო
სამეზობლო პოლიცით არ უზრუნველყოფს, ხელისუფლება არის ვალდებული თქვენ უზრუნველყოს სამედიცინო ხო, თუ სამსახური არ მექნებოდა სამშობლო თავისთავად. არა, შეიძლება სამსახური გქონდეთ, მაგრამ თქვენმა დამქირავებმა არ დაგასრულა. მე პროგნოზირებ, რომ 2014 წლის განმავლობაში მასობრივად წავა ეს ტენდენცია. და კერძო ეგრეთ წოდებული კორპორატიული დაზღვევებზე დამსაქმებლები ტყვიან უახლს. ძალიან ცოტა დრო გრჩება და ორი კითხვა მაქვს მნიშვნელოვანი თქვენთვის დასასმელი ეს არის ინფლაციური პროცესები, უბრალოდ ქვეყანაში დეფლაცია და ამ დროს ლარის კურსი ეცემა დოლართან მიმართებაში ბოლო 2 დღის ტენდენციას მოგახსენებთ, ანუ რა ხდება? ფასები დეფლაციის შემთხვევაში უნდა იყოს დაწეული, ლარის კურს ვალუტა არ არის მყარი, ანუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე და რა ნიშნულზე შეიძლება ავიდეს დაუშვათ დოლარი? ოფიციალურად ეროვნული ბანკი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მეტნაკლებად იჭერდა ლარის კურსს და ამ თვალსაზრისით მონეტარული პოლიტიკა სწორად ხორციელდებოდა, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ნეგატიურად აისახებოდა ასე ვთქვათ ფასებზე, პირველადი მოხმარების პროდუქტზე და სოციალურად მძიმე ფონის გათვალისწინებით კიდევ უფრო დამძიმდებოდა სოციალური მხარე. ამ თვალსაზრისით პოლიტიკა ხელისუფლების მიერ გატარებული და ეროვნული ბანკის რეგულაციები იყო სწორი, თუმცა ეხლა წლის ბოლო მოდის და ლარზე შესაბამისად მოთხოვნილება იზრდება. ეს ყველაფერი პროვოცირებას ახდენს იმისა, რომ ხელოვნურობის ხარისხი, ასე ვთქვათ, ტემპი ინფლაციის ლარის დაჭერისა ცოტა შემცირდა. წარმოიდგინეთ, რომ უსასრულოდ გაზრდილი მოთხოვნა ლარზე, რომ დააბალანსოს ხელოვნურად ეროვნულ ბანკმა, ამას მთელი საქართველოს რეზერვი დაჭირდება და ამ რეზერვების ხარჯზე ხდება დაჭერა. ანუ ჩვენ უნდა ველოდოთ კიდე, რომ შეიძლება აიწიოს დოლარის კურსი. ინფლაციის მაჩვენებელის მნიშვნელოვან წილად გაზდას მე წლის ბოლოსთვის არ ველოდები. თუმცა ის რომ ქვეყანაში გარკვეული პრობლემები არის საბიუჯეტო, ეს არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე წლის ბოლოსთვის შესაძლოა ფასება მოიმატოს. ამას კიდევ ემატება გარკვეული სეზონურობის მომენტი, რაც ყოველ წელს ტრადიციულად და ბუნებრივად ახლავს ხოლმე წლის ბოლოს, შესაბამისად ფასების მომატებას ამ თვალსაზრისით უნდა მოვუველოდოთ. არა, საახალწლო სეზონურად ხდება ხოლმე ისედაც ეს. თუმცა ამას გარკვეული მაკრო მდგომარეობაც ხელს შეუწყობს. გაჩნია რა პროცენტულად როგორ მოხდება ეს ყველაფერი? ალბათ. მნიშვნელოვანი ცვლილება ალბათ არა, მაგრამ იმ პენსიონერისთვის, რომელიც ეთერში რეკავს და რომელთვისაც 20 და 30 ლარიც მნიშვნელოვანია, მათთვის ალბათ საგრძნობი იქნება ეს ცვლილება. პურზე ამბობენ რომ ხორბლის ფასი გაიზარდა, შესაძლებელია რომ თუ არა რომ ფასი გაიზარდოს ამ მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, რომ ძალიან ხშირად გვესმის იგივე ნავთობთან და ბენზინთან დაკავშირებით, რომ ფასი იზრდება იმიტომ აქ რომ იქ გაიზარდა. ხო, საერთოდ არალოგიკური ტენდენციებია და ტენდენციების ასახვაა ხოლმე, იმიტომ რომ როცა ფასი იზრდება მსოფლიო ბაზარზე, ჩვენთანაც იზრდება მსოფლიო ფასი, პროდუქციაზე ფასი და როცა მსოფლიო ბაზარზე ფასი მცირდება, ჩვენთან რატოღაც არ მცირდება. იმიტომ რომ მარაგები არის ნაკიდი მაღალ ფასში. ამ თვალსაზრისით წლევანდელი ხორბლის მოსავალი და ის ტენდენციები, რაც ხორბლის საერთაშორისო ბაზარზე გამოიკვეთა, ნეგატიური პროგნოზის გაკეთებას გვაიძულებს და ამ თვალსაზრისით გარკვეული ცდომილება, თუმცა არა მნიშვნელოვანი ხორბლის 5 თეთრი, მაქსიმუმ 8 თეთრი შეიძლება აისახოს პულის ბაზარზე. სმენელია კიდევ ხაზზე, ეს არის ბოლო შეკითხვა, იმიტომ რომ ჩვენი დრო იწურება, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? შემოკარგებო, აი ხა რო უსმენთ თქვენ საუბარს, ესე იგი ისეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ ეს სოციალური პროგრამები თითქოს ქვეყანას აქცევს, არა და ეს ჩვენ გაჭირვებული ხალხისთვის აუცილებელია. ეს საყოველთაო დაზღვევაც, ეს უმწეოების დაზღვევა. ჩვენ არა გვაქვს საშუალება, რომ აი კერძო ისინი დაზღვევები და ისინი გქონდეს, რომელშიც 400 ლარები და ის უნდა ჩავრიცხოთ თვიურად. ჩვენ ყველაფერი ვიცით და რაღაც სხვანაირად უნდა განიმარტოს ეს ამბავი. აი თქვენ ისახართ, ექსპერტი ხართ ეკონომიკის და აი დააქციეთ ქვეყანა ამ ჩვენი სოციალური იმით, რომ რაც აუცილებელია მარტო ხალხისთვის. დიდი მადლობა. მადლობთ. უპასუხოთ და შემდეგ მე ბოლო კითხვას დავსვამ და დავასრულოთ გადაცემა. მე გეთანხმებით, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში საზოგადოებისთვის ძალიან კომფორტულია ხელისუფლებისგან მიიღოს გარკვეული ბენეფიტები, გარკვეული შემწეობები. ამ ლოგიკას თუ წავყვებით, კიდევ უფრო კარგი იქნება საერთოდ გავხსნათ ხაზინა და ხალხს ფული დაურიგოთ და ხალხი კმაყოფილი იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ქვეყანა და საბიუჯეტო პროცესი 2013 წლის 31 დეკემბერს არ მთავრდება. ეს არის განგრძობადი, გრძელვადიან პერსპექტივაში დანახული პროცესი და წელს არასწორი განხორციელებული საბიუჯეტო პროცესი
არასწორად დაგეგმილი საბიუჯეტო პრიორიტეტები შეიძლება წლის მომავალ წელს საბიუჯეტო კრიზისში ან სულაც ეკონომიკურ კრიზისში აისახოს. ბატონო ლევან, ბოლო კითხვა მექნება. ელოდებით თუ არა ეკონომიკურ გუნდში ცვლილებებს? კი, ველოდები. იცით, არასწორად არის დასმული კითხვა. მოსაოდნელია თუ არა მაშინ? ერთია მე რას ველოდები და მე რა მინდა და მეორეა რეალურად რა შეიძლება. ხო, მაშინ მოსაოდნელია თუ არა? ასე თქვა, წმინდა პრაგმატული გათვლებით აუცილებლად უნდა განხორციელდეს ელემენტარულად იმის გამო, რომ წელს ბიუჯეტი ჩავარდება. ბიუჯეტზე ვიღაცა პასუხისმგებელი უნდა ანუ ეს უნდა ფინანსთა მინისტრი ამ შემთხვევაში. ფინანსთა მინისტრი. ნუ ბიუჯეტზე პასუხი, თუმცა არა მარტო ნოდარ ხადურია პასუხისმგებელი ფინანსთა ბატონი პრემიერი წავიდა თანამდებობიდან, არ მიწყენს ალბათ ბატონი ბიძინა გაასწრო და მისი პასუხისმგებლობის საკითხი სამწუხაროდ ვეღარ დადგება. თორემ ისე პრინციპში ეკონომიკურ პარამეტრებზე, მათ შორის ბიუჯეტზე პასუხისმგებელი გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით ვერ ვიტყოდი, რომ მისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. მე ვთვლი, რომ ის კარგად ასრულებს თავის მოვალეობას, თუმცა ის არის გარკვეული მძევალი სიტუაციის და ის არის იმ ეკონომიკური გუნდის ნაწილი, რომელიც არასწორ პოლიტიკას ახორციელებს და თვითონ კვირიკაშვილი დააყენებს თუ არა საკუთარი პასუხისმგებლობის საკითხი, ეს მის თქვა პირად დავალოდოთ მოვლენების განვითარებას რაღაც ორ კვირაში გაირკვევა ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ლევან კალანდაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრით დავუბრუნდებით. მადლობთ. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ფასები, კვირის მთავარი ეკონომიკური თემა სტუმართან ერთად. ეკონომიქსი, რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში.